ნახევარი მსოფლიო ხაჭოყველების კატეგორიას არქმევს ყველს და აბა 4000 ყველი როგორ შეადგინა იმ ფრანგმა, იმ ჰოლანდიელმა, იმ შვეიცარიელმა და ჩვენ აქ 60 ყველი ვერ უნდა დავარეგისტრიროთ და თქვათ 100 თუნდაც ხო, თუმცა ამდენი არ არის. ძალიან ხშირად აზვიადებენ ამას მედიის წარმომადგენლები, იმიტომ რომ ყველას გვიხარია, ბევრი რო გვაქვს ეს მოუწონს, თუმცა ცოტა ნამდვილად არ გვაქვს. კი, ჩვენ ვართ ყველი სამშობლო და ეს მე დამიდასტურა არქეოლოგიამ, იმიტომ რომ მე მკვლევარი ვარ, თავისთავად ცხადია და ყველაფერს მაინც მეცნიერებიდან ვცდილობ რომ ახსნა მოუძებნო და როცა ეთნოგრაფიას სწავლობ, ანუ რა ჭურჭელში დამზადდა ყველი, ხო? აგერ მაგალითად ჩემს მეგრელ გოგონებს ყველა მიცის ჩოჩოს არსებობა. მე ხან ჩეჩოს ეძახი, ხან ჩოჩოს ვეძახი და გამისწორებენ აგერ გოგონები. ხის ყუთები იყო ჩვეულებრივი, რომელშიც ყრიდნენ ყველის მარცვლებს, ხო? ასევე მაგალითად დიდხანს ვიკვლევ და მივედი იქამდე, რომ გუდის ყველი მაგალითად რა არის? გუდის ყველამდე რძეს რაში ინახავდა პირველი პროტო ადამიანი? ბუშტში, საქონლის ბუშტში, იმიტომ ის არის ბიოლოგიური კონტეინერი, ასე ვთქვათ, იმაში ინახავდა და თან ის მიკროფლორა, რომელიც არის ამ ტყავში, ფაშუში და სიტყვაზე ბუშტში, საქონლის ბუშტში, ყველაფერი რძის თვისებებზე მოქმედებს. მის კულტურად იქცევა, მის ბიოლოგიურ კულტურად იცვლება და კვეთილისგანაც შეიქმნა შემდეგ. ანუ ადამიანი ყველაფერს, რასაც იყენებს პროდუქტის შესაქმნელად, ყველაფერს ართმევს ბუნებას, ხო, ყველაფერს ართმევს დაკვირვებით აკეთებს.